ესაუბროთ იმ ეტაპებზე, რის შემდგომაც შევძლებთ მართვის მოწმობის აღებას. პირველი ეტაპი არის თეორიაზე რეგისტრაცია და თეორიის შესწავლა. თეორიის პარალელურად ასევე ჩვენ უნდა შევისწავლოთ დახურული მოედანი. როდესაც შევისწავლით თეორიას და დახურულ მოედანს, პირველი გასვლა ხდება მოედანზე, ანუ თეორიის ჩაბარების შემდგომ უნდა გავიდეთ აუცილებლად პრაქტიკულ გამოცდაზე დახურულ მოედანზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში გახვალთ, შეგვიძლია აი მაგალითად თეორია ჩავაბაროთ თელავში და პრაქტიკაზე გავიდეთ რუსთავში. სასურველია რომ ჩვენ თეორიის ჩაბარების იმავე დღეს ან მეორე დღეს გავიდეთ პრაქტიკულ გამოცდაზეც, დახურულ მოედნის პრაქტიკულ გამოცდაზეც, რადგან უფასოც და მეხუთეც და არ დავკარგოთ. ანუ ჯამში გვაქვს 30 დღე და ყოველ ერთ კვირაში გვიწევს უფასოც და ამ უფასო ცდების შემდგომ შეგვიძლია ასევე იმავე დღეს გამოვიყენოთ ფასიანიც და ანუ 31 ლარს თუ ჩავრიცხავთ, ჩაჭრის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ფასიანიცდაც. თუ მაგალითად უფასო ცდის მერე ფასიანზე ჩაიჭრებით, შემდეგ ისევ მეორე დღეს შეგიძლიათ ფასიანიც დაცადოთ და ასე ყოველ დღე. და ჯამში უფასო ცდები გვიწევს 5. ანუ როგორც აღვნიშნე, პირველი თეორიის ჩაბარების შემდეგ თუ გავალთ და არ დავკარგოთ იმ უფასო ცდას იმ დღეს ან მეორე დღეს და დანარჩენი ყოველ ერთ კვირაში ერთხელ. აი პირობითად ჩავიჭერით ორშაბათს. მომდევნო ორშაბათს გვიწევს კიდე გასვლა, მერე კიდე მომდევნო და შემდეგ კიდე მომდევნო. ანუ ჯამში კიდე 4 უფასო ცდა მოგვიწევს. თეორიის და პრაქტიკის ჩაბარების შემდგომ, დახურული მოედნის ჩაბარების შემდგომ, შემდეგ უკვე ქალაქის რეგისტრაცია უნდა შევძლოთ. ქალაქის რეგისტრაციაზე ცოტა გართულებულად არის სიტუაცია, ჩემი აზრით ცოტა ხელოვნურად ქმნიან ასე ვთქვათ ადგილების უკმარისობას. მათ ცოტა უნდა იაქტიუროთ, დღეში ამდენჯერმე უნდა შეხვიდეთ ხოლმე რომ შეძლოთ რეგისტრაცია, არის ხოლმე მომენტები რომ მაგალითად რომელიღაცა გააუქმებს და იმ მომენტში გამოჩნდება ადგილი და უცებ შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ. თუ ვერ ვახერხებთ 90 ლარიან, ანუ რიგითობით რეგისტრაციას 90 ლარი ღირს, არის რიგგარეშე რეგისტრაციაც ასევე, ანუ თუ 250 ლარს გადავიხდით, დაჩქარებული წესით შეგვიძლია გავიდეთ. მანდაც ცოტა რუსთავში ახლა პირადად, რუსთავში ცოტა მანდაც ქაოტურად არის სიტუაცია, ანუ მანდაც უკვე გართულდა 250 ლარიზეც რეგისტრაცია, 90 ლარზე, ზედმეტია საუბარი, მაგრამ ხშირად უნდა ვამოწმოთ ხოლმე დღეში 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ, რაც ბევრჯერ უკეთესი, რომ ადგილი როგორც კი გამოჩნდება, ეგრევე დავრეგისტრირდეთ. ქალაქზე რომ დავრეგისტრირდებით, პარალელურად უნდა დავიწყოთ ქალაქის სწავლებაც და